იუნგიანური ტერმინი ინდივიდუაცია, იცით ალბათ, ეს არის გზა გამთლიანებისკენ, საკუთარი თვითობის პოვნისკენ და აქტიური წარმოსახვა არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი ამისთვის. ამ ტექნიკის საშუალებით ვიცნობთ ჩვენს არაცნობიერს, ჩვენს სუპიროვნებებს, ჩვენ იმ ნაწილებს, რომლებსაც ჭირდება ყურადღება, მოვლა, თერაპია. ასევე შეიძლება შევხვდეთ ჩვენს ჩრდილებს, ანუ იმ განდევნილ ნაწილებს, სურვილებს და ასე შემდეგ, რასაც ჭირდება ასევე მიღება და ინტეგრაცია. აქტიური წარმოსახვის დროს ჩვენ უბრალოდ ვენდობით არაცნობიერს და ველოდებით თვითონ რა შემოგთავაზებს. პირველი ეტაპი ეს არის უბრალოდ მოდუნება და შევიდეთ ეგრეთ წოდებულ ჭვრეტის მდგომარეობაში, მედიტაციურ მდგომარეობაში. შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე გამოწვევა გარკვეული ფორმის, ანუ ეს შეიძლება იყოს პასიური ან აქტიური. აქტიურია, როდესაც ვიცი მე უკვე საკითხი რაზეც მსურს მუშაობა და ამაზე ვფოკუსირდები. და პასიურია, როდესაც საერთოდ არ ვიცი რაზე ვიმუშაებ და უბრალოდ მივანდობ საკუთარ არაცნობიერს იმას თუ რა თემას შემომთავაზებს. ანუ ლოდინი და ფიქსირება. ანუ შემდეგ მოდის უკვე დიალოგი, კომუნიკაცია იმ ფორმასთან, რაც მოვა. შეიძლება მაგალითად დავუსვა კითხვები, ან უბრალოდ ვიგრძნო ვთქვათ, რისი თქმა უნდა ამ ფორმას, ამ ხატსახეს. შეიძლება ეს ადამიანის ფორმით იყოს, შეიძლება ცხოველი, შეიძლება სიტუაციის. და ბოლო ეტაპი ეს არის ამ ყველაფრის დაფიქსირება, ანუ ჩაწერა, როდესაც დასრულდება ეს პროცესი, ყველაფერი უნდა ჩავიწეროთ, რაც შეიძლება დეტალურად.